თბილისის შემოგარენში და შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის სავალი ნაწილები გახსნილი, მოძრაობა კი უსაფრთხოა. ფილსერვის ჯგუფის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მოსული უხვი ნალექის გამო მერის შესაბამისი სამსახურები უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ, რათა მოსახლეობას გზებზე გადაადგილებისას პრობლემები არ შექმნოდა. ამ დროისათვის თბილისის შემოგარენში ისევ თავს შესაბამისად მერის და გამგეობის სამსახურები მზადყოფნაში არიან, რომ საჭიროების შემთხვევაში გზებზე ტექნიკური მარილი დაიღაროს. უხვი ნალექის შედეგად შემოერთებულ ტერიტორიებზე უამრავი ხე იქნა მოგლეჯილი, რომელმაც დააზიანა სადენები და გარეკანათების ბოძები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ხეების გატანა ეკოსერვის ჯგუფის და გამგეობის დახმარებით, ასევე ახალი სადენების მოწყობა, დაზიანებული ბოძების გადატანა და აღდგენა რეაბილიტაცია. ხოლო რაც შეეხება თბილისში, ამ ეტაპზე ცოცხალი ძალა გამოსულია 10-ვე რაიონის მასშტაბით, მიწქვეშა გადასასვლელებს, გაჩერებებს, კუნძულებს, სადაც ბევრი ადამიანია მობილიზებული, ასუფთავებენ თოვლის გამო, რომ იყოს უსაფრთხო. რა თქმა უნდა, ესეთივე რეჟიმი გრძელდება ასევე სავალი ნაწილების გაწმენდის კუთხით შემოერთებულ ტერიტორიებზე, იმიტომ რომ ისევ თავს ამ ეტაპზეც მიმდინარეობს როგორც თოვლისგან გაწმენდა, ასევე ტექნიკური მარილის დამუშავება.